მოგესალმებით მეგობრებო. აა ვაგრძელებთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება კასტებს. ანუ გადაყვანას ერთი ტიპიდან მეორე ტიპში. და რას ნიშნავს ხა ეს ზოგადად? რაში გვჭირდება? და ეხლა ჩვენ დღევანდელ ლექციაში ვეხებით იმ თემას, რომელიც საჭიროა ძალიან და რომელიცაც ჩვენ შეხება გვქონდა წინა დავალებებთან დაკავშირებით, ანუ წინა დავალებებთან რა. ოღონდ ჩვენ არც კი ვიცოდით ეს კასტები რა იყო. და ეგეთ რაღაცებს ძალით ვამატებ ხოლმე დავალებებში, რომ რაღაცა გაუგებარი იყოს, რომ მე თქვენ მოგიწიოთ დასერჩვა ხოლმე Google-ში, ან ჩემთან რაღაცა შეკითხვა, რომ უფრო მეტად გაიფართოვოთ, ასე ვთქვათ, ცოდნის თვალსაწიერი, როგორც იტყვიან ხოლმე რა. ასე რომ მოდი მე დღეს დავიწყებ საუბარს კასტებზე. და აი კასტებზე საუბარს დავიწყებ ერთი მაგალითით, პრაქტიკული მაგალითით, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს თუ რაში გვჭირდება კასტი. კასტი კიდევ ერთხელ რომ გამარტო ნიშნავს იმას, რომ გადავიყვანოთ ერთი ტიპის მონაცემი მეორე ტიპის მონაცემში. მაგალითად, გადავიყვანოთ რიცხვი ტექსტში, ტექსტი რიცხვში. 100 კონკრეტული 100 გადავიყვანო ტექსტში, ტექსტი გადავიყვანო კონკრეტულ 100-ოდ. ჩვეულებრივი რიცხვი გადავიყვანო 10 წილად რიცხვში, ხო? აი რომელსაც ჩვენ დაბლს და რაღაცებს ვეძახით, ხო? ტექსტი გადავიყვანო true and false-ში. ასევე ეს true and false-ი გადავიყვანო ტექსტში. და მოკლედ ასე შემდეგ. ანუ ბევრნაირი გადაყვანა არსებობს. და თამას თავისი დატვირთვა გააჩნია. მოდი ესეთი მაგალითი, ჩვენ წინა დავალებაც ქონდა ესეთი ის, რომ ესე იგი გთხოვთ, რომ გთხოვეთ, არა, შეიყვანეთ ასაკი და დაადგინეთ სრულწლოვანია თუ არა. ანუ adult და minor იყო მე მგონი რა. adult და minor. ესეთი რაღაცები იყო რა. ესე იგი თუ 18 წელზე მეტი ანტოლი იქნებოდა მაშინ adult-ი უნდა დაგვეწერა და თუ არა და minor. ეხლა ამას როგორ ვიზავდით, ხო? პირველ ჯერზე ვფიქრობ ეხლა, რა თქმა უნდა, ჩემთვის თავარი არის, რომ ამოცანა დავყოთ ხოლმე პატარ-პატარა ნაწილებად. აი მაგალითად, პირველად წავიკითხე. უნდა შევიყვანოთ ასაკი, შეიყვანეთ ასაკი და დაადგინეთ სრულწლოვანია თუ არა. მოდი ჯერჯერობით არ დავადგენ. მოდი ჯერჯერობით შევაყვანილებ. შეყვანა როგორ ხდება? console with line-ის საშუალებით, ხო? ესე იგი, მოდი ჯერ სილამაზის გულისთვის დავწეროთ აქ, რომ გთხოვთ ქართულად არ არის, ხო? გთხოვთ შეიყვანოთ ასაკი. კარგია. და console with line, ხო? ეს console with line-ი, და მოდი ჯერჯერობით ესე დავწეროთ. მაინც გავიხსენოთ. console with line. გავუშვათ ჩვენი კოდი. hello world ცოტა ხანი დავიწყოთ. გთხოვთ შეიყვანოთ ასაკი წერია და ნუ რაღაცა ასაკი შემინდა რომ შევიყვანო. დავუშვათ 18. ნუ აქ არაფერს არ ამომიგდებს ცხადია, ხო? იმიტომაც არ ამომიგდებს, რომ რა თქმა უნდა, პირველი, ანუ რაღაცაით ამოცანის პირველი მონაკვეთი მე კარგად შევასრულე. ესე იგი შეიყვანეთ ასაკი და ვაპრინტინე და console with line-იც მაქვს, რომელიც ასე თქვა ელოდება, რას ჩავწერ და ინფორმაციას ინახავს. აი. ნუ რა ინფორმაციას თუ ინახავს, მე ხო ვიცი რომ თითოეული, ანუ ყველა ინფორმაცია console with line-ში არსებული, ანუ console with line-ი რასაც ინახავს, ესე რომ დავარქვათ, არის ტექსტი. ესე იგი string ტიპის არის. ესე იგი მე შემიძლია რომ ეს შევინახო string ტიპის სვათში. string info დავარქვათ სვათს, არ აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, რას დავარქვა, console with line. და მოდი ბარემ დავაკონსოლდ ეს info რა, მაინტერესებს. ან ესეთ რამე დავწეროთ, რომ ასაკი არის და ბარემ აი ეს ჩვენი მე ისიც გამოვიყენოთ. მეტად შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, ცვლადი მოვათავსოთ ტექსტში, ხო? აბა გავუშვათ
მე თუ დავწერე ხა, რა ვიცი, 22-ს. სულ დამოვიწყდა რომ ჩვენი Visual Studio ქართულს ვერ აღიქواس. თუ დავწერე 22-ს, მაშინ ასაკი არის 22. ჩვეულებრივად დაიწერა, ხო? ესე იგი, თვითონ აი ეს info შეიცავს ტექსტს. ანუ მე რო ჩავწერე 22, თუ ტექსტი არის, ესე იგი რა ჩაიწერა? ესე იგი ჩაიწერა აქ აი ესეთი რაღაცა, ბჭყალებში 22, ხო? ხო ტექსტი არის ეს. ანუ 22 ბჭყალებში. ანუ console with line-ი ხო ინახავს ინფორმაციას და მისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გინდა რიცხვი ჩაწერე, იქ გინდა 100 ჩაწერე, გინდა რაღაცა ფშქილი ჩაწერე, არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერს ინახავს ტექსტში. ტექსტ ტიპი, ანუ string ტიპის მონაცემად ინახავს. აქ ნაგონარე ესეც 22 რაც არის, ეს არის ჩვეულებრივად string. კარგი. კაი, ეხლა დავადგინოთ სრულწლოვანია თუ არა. კაი, როგორ ვადგენ სრულწლოვანია თუ არა? ესე იგი, თუ მეტი ან ტოლი იქნება 18-ზე, მაშინ სრულწლოვანია თუ არა და არ არის, ხო? მაგრამ რა ვიცი ეხლა მე რაღაცა რიცხვი თუ მაქვს, დავუშვათ int ტიპის სვალი თუ მაქვს age, რომელიც უდრის სიტყვაზე 22-ს, მე ამ რიცხვს შევადარებ 18-თან, კი, ხო? იმიტომ რომ ერთი რიცხვი მეორე რიცხვთან ჩვეულებრივად დარდება. ან სულაც სვადის ისიც რა დამჭირდეს, რა ვიცი. age თუ age კი არა, დავუშვათ 22 თუ არის მეტი ან ტოლი 18-ზე. ჩვეულებრივად პირველი მხარე, მარცხენა მხარე და მარჯვენა მხარე ერთმანეთს შედარდება. იმიტომ რომ ორივე არის რიცხვი, ორივე არის ერთი და იგივე ტიპის. და ჩვეულებრივად ვიცით, ხო? იმიტომ რომ რიცხვებთან მიმართებაში ჩვენი პროგრამა ძალიან ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს. იცის კარგად ყველაფერი. შედარება გინდა მეტობა, გინდა მეტობანტოლობა, ნაკლებობანტოლობა, ნებისმიერ რამე შეუძლია. აქ ნაგონდარე ეს შემიძლია. და რავი, ჩვეულებრივად დამიწერს, რომ კი, ნამდვილად 22 მეტი ან ტოლია 18-ზე. მაგრამ ეს რო ბჭყალებში მიწერია ეს 22. ანუ ამ 22-ს, აი ესე, მე ვერ შევადარებ 18-თან, იმიტომ რომ ეს არის სხვა ტიპი, ეს არის სხვა ტიპი. 22 არის ტექსტი, 18 არის რიცხვი. და ტექსტი თუ არის მეტი ან ტოლი რიცხვზე, საერთოდ ვერ არ ესმის ჩვენ პროგრამას. მაგიტომ მეუბნება, რომ operator მეტობა ან ტოლობა cannot be applied to the operands of type string and int. Strings და ints ერთმანეთთან ვერ ატარებს. რაც ლოგიკურია. იმისთვის რომ მე ასე ვთქვათ, ვიცოდე იმის რომ მე რაღაცა რიცხვი, რაღაცა შევადარო 18-ს, ან რაღაცა რიცხვს შევადარო. ამისთვის საჭიროა რომ ის მარცხენაც მიყოს რიცხვი. ანუ რა გამოვიდა? მე დამჭირდა რომ რაღაცაეთ აი ვფიქრობ რომ აი ნეტავი ეს 22 ბჭყალებში რომ მიწერია ნეტავი აი ესეთი რიცხვი იყოს, აი ესეთი რიცხვი იყოს, ესეთი მონაცემი იყოს. და რა ვიცი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ ეს 22 რომ ექნება, შევადარებ პირდაპირ 18-თან და იქ იქნება. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს 22 არის ამ შემთხვევაში ტექსტი და არა რიცხვი. აქ ნაგონდარე გაჩნდა რაღაცნაირად მოთხოვნა იმისა, რომ გადავიყვანო ერთი ტიპის მონაცემი მეორე ტიპის მონაცემში. ანუ ეს 22 რომ მაქვს, გადავიყვანო როგორც აი ეს 22-ად, რომ მე შევძლო მათემატიკური ოპერაციების გაკეთება. გინდა მიმატება, გინდა გამოკლება, გინდა შედარება და მოკლედ ასე შემდეგ. ამიტომაც ეს ამის cast-ის მთავარი მუღამი არის ეგ, გადავიყვანოთ ერთი ტიპიდან მეორე ტიპში. ეხლა თვითონ გადაყვანა არის ორგვარი. ამიტომ ცოტა ხანი ამას თავი გავანდებოთ და ავხსნათ, რომ არის ორგვარი ტიპის გადაყვანა. ერთი არის, მოდი აქ დავწეროთ. implicit cast-ი. cast-ი. აი ესე. და მეორე არის explicit. explicit cast-ი. ანუ ორი ტიპის გადაყვანა არსებობს. და მოდი ახლა ცალ-ცალკე გავარჩიოთ. ანუ როგორ გადაიყვანება ერთი ტიპი მეორე ტიპში.
მოდი ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ. გვაქვს სიტყვაზე byte ტიპის ცვლადი. აი byte მაქვს, byte რა ვიცი. რავი, ნამი ავიღოთ, რომელიც უდრის 8 სიტყვაზე. რა პრობლემაა? 8-ის შენახვა byte შეუძლია. ოკეი. და მაგალითად ეს ნამი ხო არის ხა byte ტიპის. და მე მინდა რომ გადავიყვანო int ტიპში. ან float-ში. ან long-ში. რატომაც არა? ხო შემიძლია რომ გადავიყვანო. და ნახეთ როგორ ხდება გადაყვანა. ვქმნი ახალ ცვლადს, ანუ ეს უნდა დაინახოთ აუცილებლად, რომ თვითონ ამ ცვლადზე, კონკრეტულად ამ ცვლადზე გადაყვანა ვერ მოხერხდება. მისი, ანუ რაღაცნაირად გადაყვანას ვეძახი იმას, რომ ვქმნი ახალ ცვლადს, რომელიც იმუშავებს ამ ინფორმაციაზე და მას გადაიყვანს და მაგ ცვლადში შეინახავს. ანუ თვითონ ამ ნამზე მე ვერაფერს ვერ ვიმუშავებ, იმიტომ რომ ეს byte ნამი მაქვს, ეს ნამი შეიქმნა უკვე და მე როცა ვწერ byte-ს, byte num უდრის 8-ს, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ბოლომდე ეს არის byte ტიპის და მორჩა. მე ვეღარ შევცვლი და რაღაცა string ტიპის იმას ვეღარ გავხდი, ან int ტიპის. ანუ ეს ცვლადი მორჩა უკვე. მე ვმუშაობ უკვე ახალ ცვლადზე. ამისთვის მოდი ნამერთი და ვარქოთ ამას. და ეხლა დავუშვათ როგორ მინდა რომ int ტიპში გადავიყვანო. ანუ int ტიპში რატო გადამყავს? ხო ჯერჯერობით, რატო გადამყავს? ну, რა ვიცი, დავუშვათ 8 მაქვს ხა აქ და აი ერთხელაც ვიფიქრე რომ რავი სიტყვაზე 500 მინდა რომ რიცხვი 500 მინდა რომ შევინახო. და ამ ნამერში ვერ თავსდება. და თან არც მინდა რომ დაიკარგოს ეს ინფორმაცია ეს 8. მინდა რომ სხვაგან გადავიტანო და მე გავაქცევო. ანუ გადავიყვანო ეს ინფორმაცია სიტყვაზე int ტიპში და მე მათ ვიმუშავა. და ნახეთ როგორ ხდება. მე შემიძლია ესეთ რამე დავწერო, შევქმნა int ტიპის ცვლადი, int num2 მაგალითად და უდრის num1-ს. ანუ int ტიპის ცვლადი შევქმნი num2, რომელსაც ვუთხარი რომ იყავი num1 თქო. num1 იყავი რას ნიშნავს? num1 იყავი ნიშნავს იმას, რომ აი num1-ში რაც გულისხმება ინფორმაცია, ის ინფორმაცია შეინახე ამ num2 ცვლადში თქო. ანუ თვითონ ეხა ეს ჩემი ანუ ეს 8 აი ეს 8-იანი ხომ იყო ამ შემთხვევაში ანუ byte ტიპის მონაცემი იყო ხო და აი ეს num1 ეხა num1 ხო რა არის ანუ ამ შემთხვევაში byte ტიპის ინფორმაცია byte ტიპის ნახეთ თუ დააკვირდები num1-თან რომ მივიტანე local variable byte ტიპის არის და მე აქ შევქმენი int ტიპის ცვლადი და int ტიპის ცვლადში ვანთავსებ byte ტიპის მონაცემს. ანუ გადამყავს ეს ტიპი, ანუ ამ ეს ტიპის მონაცემი გადამყავს int ტიპში. და ეს სავსებით ნორმალურია. იქნა გამომდინარე რომ მოდი ახლა კარგად დავფიქრდეთ. ეს num1 არის byte ტიპის მონაცემი. ანუ ამ შემთხვევაში 8-ს ინახავს, ხო? ეს byte-ში ხო ინახება ბევრად უფრო პატარა ესე თქვა ინფორმაცია ვიდრე int-ში. ჩვენ ვიცით რომ ნუ byte-ში რა ვიცი ასე თქვა 0-დან 200 ანუ 8 ბიტიანი რადგან არის 2-ის მერვე ხარისხის ინფორმაციას ვინახავთ და მოკლედ 0-დან 256-მდე და რაღაცები ვთქვით ხო ჩვენ. და ნუ 255-ის შესაძლებლად ანუ უფრო დიდ ინფორმაციას ვეღარ ვინახავთ ხო? ანუ მოდი ესეთი კითხვა დავსვათ. რომ თუ კი num1 არის byte ტიპის. და ესე იგი byte ტიპის რადგანაც არის, ეს ნიშნავს იმას, რომ რავი ძალიან მცირე ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ეს მცირე ინფორმაცია int ტიპის ცვლადში ხომ მოთავსდება? თუ byte-ში მოთავსდებოდა, int-შიც ხომ მოთავსდება ავტომატურად, იმიტომ რომ byte-ი წარმოვიდგინოთ პატარა ოთახი. პატარა ოთახში თუ შეეტევა რაღაცა, დიდ ოთახშიც ხო ავტომატურად შეეტევა. აქ დაგავმდინარე მისი გადაყვანა byte ტიპის მონაცემის გადაყვანა int ტიპში ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. იქნა გამომდინარე რომ მე ეხა int ტიპის ცვლადში ვანთავსებ ამ ინფორმაციას num1-ს, ანუ ამ შემთხვევაში 8-ს. ხო?
რაღაცა ხმა ისმის და ის პრედა. იცოდე? კითხვა ხო არ იყო რამე? ეთუკა შენი ხმა არის, ხო, შენი ხმა ჩართული. ხო. პრემი შენ აქვს მიკროფონს და ხო სულ? ხო, მე მგონი უკვე არის ხო, დაი. ოკეი. აი, დევის მე კითხვაზე გამაჩერეთ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი თემაა რა ეს. მინდა რომ კარგად, ასე ვთქვათ, ვიცოდეთ ეს. ესე იგი, მარტივად რო წარმოვიდგინოთ, პატარა ტიპის მონაცემი რაც მქონდა, გადავიყვანე, ანუ შევქმნი ახალი ცვლად იმ ტიპის და ამ იმ ტიპის ცვლადში მოვათავსე ეს ინფორმაცია. და ეს ინფორმაცია უკვე გადაკონვერტირდება და იმ ტიპის ცვლადში ჩვეულებრივად მოთავსდება. იქ დაგამნერე მას არ უჭირს. მას არ უჭირს, ასე ვთქვათ, იქ დაგამნერე რომ პატარაში თუ თავსდებოდა, ბაიტში თუ თავსდებოდა ესრუიანი, რავი, ინჩი რატო ვერ მოთავსდება? ძალიან ლოგიკურიც არის, ხო? მაგრამ მოდი აბა ესეთი რამე ავიღოთ. ეს არის, ასე ვთქვათ, implicit cast-ის შემთხვევა, ანუ implicit cast-ი ნიშნავს ავტომატურს, ანუ ავტომატურად რომ გადაიყვანება, მე რო არაფერი არ მჭირდება. პირდაპირ წერო int num2 უდრის num1 და მორჩა, ანუ პირდაპირ უკვე ხვდება რომ num1-ში ხო ესრუიანი იჯდა. ესრუიანი რადგან იჯდა, რავი, ესრუიანი ვერ მოთავსდება int ტიპში? რატო ვერ მოთავსდება? პატარაში თუ თავსდებოდა, დიდში ხომ მოთავსდება? მოთავსდება. აქ დაგამნერე ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ რადგანაც, ანუ ესეც წესია, პატარა ტიპიდან დიდი ტიპში გადაყვანა ყოველთვის მარტივია. იმიტომ რომ პატარაში თუ თავსდება, დიდშიც ავტომატურად მოთავსდება. რა პრობლემაა? მაგრამ დიდიდან პატარაში ვერ მოთავსდება. აი მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი მაგალითი. ესე იგი, მაქვს int ტიპის სვლადი. int number 1 უდრის 500. და ესეთი მაქვს რა. და მინდა რომ აი ეს int ტიპის მონაცემი რომ მოქეს 500 byte ტიპის სვლადში მოვათავსო. მოდი იგივენერად დავაკეთოთ, ხა როგორც წეგან ვაკეთებთ ეს byte number 2 უდრის number 1. და ჩვენმა პროგრამამ შეეხო რაურიო. რა ხდება აქ? ამოვაკლო წითელი cannot implicitly convert type into byte. ეს ნიშნავს იმას, რომ int-დან byte-ში ვერ კონვერტირდება. convert. ანუ int-დან byte-ში ვერ კონვერტირდება. ანუ ეს რას ნიშნავს? დიდიდან, ანუ პატარიდან დიდში მოთავსდება, მაგრამ დიდიდან პატარაში ვერ მოთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ აი რომ წარმოვიდგინოთ ეხა აქ 500 ხომ არის? ამ 500-ის ინფორმაციის ჩაწერა რომ მინდა ბაიტში. ბაიტში 500-მდე ხო ვერ ეტევა? ვერ ეტევა. იმიტომ რომ რავი, მოდი წარმოვიდგინოთ ბაიტ უდრის 256 დავწეროთ. 256-იც კი არ ეტევა. 255 კი ბატონო. მაგრამ 255-ის ჩათვლით ეტევა. თვითონ მის მერე ვერ ეტევა, ხო? და მე რომ მოვიდომე ეხა რომ 500 ეს ინფორმაცია byte ტიპის მონაცემად, byte ტიპის ცვლადში მოვათავსო, ჩემი პროგრამა მეუბნება რომ ვერ მოახერხებ ამასო. ანუ კიდევ ერთხელ პრაქტიკული მაგალითი რო გითხრათ, დიდ რაღაცა უჯრაში თუ თავსდება რაღაცა, ეგ არავით არის გარანტია არა იმისა, რომ პატარა უჯრაში მოთავსდება. მაგრამ პატარა უჯრაში თუ მოთავსდება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დიდში მოთავსდება. ამიტომაც ესე წარმოვიდგინოთ. პატარიდან დიდში, პატარა ტიპიდან დიდ ტიპში გადაყვანა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დიდიდან პატარაში წარმოადგენს. სულ აქ მეწეროს 200. სულ 200 მეწეროს, ვერ ხდება. ვერ ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს int ტიპის არის. number 1 არის int ტიპის. აგერ int ტიპია. int-დან, int-ის შესაძლებლობები ხო იცის ჩემო პროგრამამ, რომ 32 ბიტიანია.
ბაიტის შესაძლებლობით იცის, რომ 8 ბიტიანია. 32 ბიტიან ინფორმაციას ვერ გადაიყვანს 8 ბიტიან ინფორმაციად. გამორიცხულია. აქ და გამომდინარე, ჩვენ უკვე ერთგვარი ის მივიღეთ რა, გაფრთხილება, რომ პატარიდან დიდში მოვათავსებ, დიდიდან პატარაში ვერა. ანუ კონვერტირება, ანუ გადაყვანა ერთი ტიპიდან მეორე ტიპში. პატარა ტიპიდან დიდ ტიპში შემელია, დიდიდან არა. ეს არის ჩვენი implicit cast-ის ერთგვარი სახე და ერთგვარი მაგალითები. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. ანუ ზოგადად არც ერთი, ანუ ხო რა ვეწეროს ხმად. ნამბერ 1-ში ეგეც არ გადავა. აუ, ცოტა ხმადაბლა იყო და აი ხელახ გამეორე ნამბერ 1 სად გადავა? აუ, ვერ ვარ, აი არ გადავა, ხო. აქ რა იყოს? ხო. მაინც არ გადავა, რა თქმა უნდა. ანუ წეგან ნახე, გინდა 8 იყოს, გინდა 0 იყოს, გინდა 1 იყოს, გინდა ნებისმიერ რამე. აი წეგან 200 მაგიტო დავწერე რა. ბაიტში ხო თავსდება 0-დან 255-ის ჩათვლით. ანუ რადგან 200 იყო, ანუ წესით დარიგით რატომაც არა, ხო? მაგრამ ესე ვერ ხედავს, ანუ ეს ერორი არის compile time error. ანუ compile time error ნიშნავს იმას, რომ გაშვება არ მაშვებინებს, ნახე? წესით დარიგით არც ნუ გამაშვებინოს. აი ნახე? ანუ იმიტომ რომ აზიარა ვერ გაუშვებ მაინც, ხო? მაგიტომ წინასწარ გვეუბნება რომ არ შეიძლება. კი. აი ნახე, ეხა ეს რა ერორია, ნახე? როდესაც int ტიპის ცვლადი შევქმნი number 1 და მივანიჭე მას 200-ის მნიშვნელობა, როცა ბაიტში ვანთავ ბაიტ number 2 და წერ number 1-ს, აი აქ სანამ გაშვებამდე კი ვერ ანგარიშობს რომ ეს 200-ია, number 1 რო 200-ია. მაგამდე რომ მიხვდეს რომ ეს 200 არის, გადაიყვანს. გადაიყვანს რა არც არაფერი პრობლემა არ ექნება. მაგრამ თავარი ის არის რომ გაშვებამდე პროგრამამ იცის რომ number 1 არის int ტიპის. ეს არის byte ტიპის და int-დან byte-ში ვერ თავსდება. უბრალოდ ეს იცის, სულ რომ 1 იყოს, 0 იყოს, რაც უნდა იყოს. ზოგადად არ შეიძლება, ზოგადად არ ხდება, თუ არ ხდება მაინც რამე გზა, მაგის. ეს არ არის implicit cast-თან. და explicit cast-ზე გადავალ ხმარე. ანუ explicit cast-ში შეიძლება. ანუ implicit cast-ს ეგ პრობლემა აქვს, რომ ვერ გადავიყვანთ. ეს int-დან byte-ში. გასაგებია? კაი. დისკოსზე ჩავხედე რა მეკითხო თუ არის. ოკეი, არაფერი კითხვა არ არის. კაი. მაშინ გავაქცევთ. კაი. მივედექით, ანუ implicit cast-ი მოვრჩეთ, ესე ავტომატურად რადგან არის, ეს ავტომატურად ეს შეგიძლიათ გატესტოთ მე ერთი ტიპიდან მეორე ტიპში გადაიყვანოთ, მეორედან პირველში ესე ტესტოთ ხოლმე. მეორე არის explicit cast-ი. explicit cast-ი ნიშნავს იმას, რომ მე მზად ვარ გადავიყვანო ერთი ტიპიდან მეორეში და ეს მზადყოფნა გამოიხატება იმაში, რომ მე მზად ვარ მონაცემი დაიკარგოს კიდევაც. ანუ რაღაცა მონაცემი დაიკარგოს. ნახეთ რას გულისხმობ ამაში. მაგალითად, როცა ვწერ ესეთ რამეს. რომ რავი, double ტიპის ის მაქვს. მონაცემი. ნამი. 1 უდრის 5.800. და მინდა რომ ეს ინფორმაცია გადავიყვანო ეს double-ის ტიპის მონაცემი, გადავიყვანო int ტიპის მონაცემში. ამას როცა მე ვაკეთებ, მე ვიაზრებ რომ double-ი არის 10 წილადურის, ხო, ესე იგი ინახება რაღაცა ანუ ისინი რა 5.8 რაღაცა წერტილის მერე კიდე ანუ არ მგვალდება, ხო, ესე ვთქვათ. ანუ უბრალოდ დამგვალება რა შუაში, ანუ წერტილის მერე არის ციფრები, ხო?
და int ტიპში არა, int ტიპი არის, რა ვიცი, ჩვეულებრივად თვლის დროს რო ვიყენებ ეგეთი რიცხვი. და მე რაღაცაერთ უნდა ვიაზრებდე, რომ მე თუ მინდა ამ ნამერთის გადაყვანა რა ქვია, int ტიპში, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს წერტილი და რუიანი რო არის, ეს დაიკარგება. და ოკეი, მე მზად უნდა ვიყო მაგისთვის. ანუ მე int-ში რო გადავიყვან, მე სრულად ვერ მივიღებ მაგას. ანუ 5.8 რანაირად შევინახავ int-ში, ხო? ფიზიკურად ვერ. მაგრამ 5-ის შენახვა შევინახავ. დამრგვალდება არა. თვითონ int-ში გადავა, ანუ 5-იანი შეინახება. ანუ თეოს დამრგვალების პრინციპით არ ხდება. ხო, ეგრე არის. ანუ 6 არ შეინახავს. ანუ 5 შეინახავს. აი გავაკეთოთ ახლა მაგალითი. double ნამერთი უცხოთელი რა და აი როგორ შემიძლია რომ გადავიყვანო. წერ int ტიპის ვადი. და დავუშვათ ნამ2 უდრის და ეხა მე რო ნამერთი დავწერო, ესე ერორს მეუნება. ესეთი კასტი ჩვენ ნახეთ, ეს არის implicit კასტი, ავტომატური, როცა მე არაფრის დაწერა არ მჭირდებოდა. ესე ვერ გადავიყვან. მაგრამ მე თუ აი აქ ჭხილებს გავაკეთებ და აი აქ ჩავწერ int-ს, მაშინ მე ვამბობ, რომ აი ეს ნამ1 რო არის, ეს გადაიყვანე ახლა int-ში და მე int ტიპის ცვლადში მოვათავსე. და ახლა ჩვენ რო გავუშვათ ნამ2 რო დავპრინტოთ. ისინი და კონსოლ ისინი მაქვს დაკომენტარებული მაქვს. ყველაფერი. ახლა ჩვენ რო გავუშვათ ეს 5-იანი მივიღე. ანუ თვითონ რიცხვი 5.8 ხომ მაქვს მე double ტიპის მოაცემად. მე მინდოდა ამის გადაყვანა int ტიპში და რადგანაც მინდა ამის გადაყვანა int ტიპში, მე მზად ვარ, რომ ის ინფორმაცია რაც არ აქვს ამას მოვაკლდეს, მაგრამ გადავიყვანო. სხვა რა გზა, ხო? და გადაიყვანება int ტიპში და ნუ 5-იანი შეინახება უკვე აქ. აქ გამომდინარე, ესე შეგვიძლია გადავიყვანოთ explicit cast-ით. ეხლა მოდი რა გავაკეთოთ, იცი? აი წეღანდელის მაგალითი გავაკეთოთ. სიტყვაზე ის რო არის 200 რო შევინახე. დავუშვათ. int ტიპის ცვლადი მაქვს. int მოდი ეს დავკომენტაროთ. int ხელახალსახელებს ერთ იგივეს ვარქმევ ხოლმე. უდრის 200. და მინდა გადავიყვანო ბაიტში ხა ეს. წერ ბაიტ num2 უდრის ნამერს კი დავწერე ხა. მაგრამ აი აქ მივუთითებ ბაიტს. ანუ ნამერთი ცვლადი მაქვს, რომელიც 200 უდრის და შევქმნი ცვლადი num2 რომელიც ბაიტ ტიპის არის და ვთქვი რომ ეს ნამერთი რაც არის გადაიყვანო ხა ბაიტში და მე შეინახე. ეხლა ჩვენ რო გავუშვათ ეს num2 რო გავუშვათ. მივიღებ 200. ვა. ხა კითხვა გიჩნდებათ. ეს 200 რატომ მივიღე? თუ კონვერტირება ჭირდებოდა, მაშინ ბარემ გადააკონვერტირებოდი ახლა ნორმალურად. რატომ დამჭირდა იქ მის დაწერა? იქ რატო ვერ ხვდება რომ უნდა გადაიყვანოს? იმიტომ რომ ეს 200 ხომ მაქვს მე. ეს 200 ბაიტის მეხსიერების იმაში ეტევა, ხო? 0-დან 255-ის შეთვლით არის, ხომ? აქ გამომდინარე, აი აქ explicit cast-ში მე რო აი აქ სიტყვა bytes ვუწერ, ეს პროგრამისთვის აღიქმება რომ გადაიყვანე, მოდი მზად ვარ რომ დაიკარგოს მონაცემები და რადგან ეხა 200 არის, აი 200 არაფერი მონაცემი არ დაიკარგა. იმიტომ რომ ანუ არაფერი დასაკარგი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩაეტია 0-დან 255-მდე მონაცემი რომ უნდა შეინახა, ჩაეტია ჩვეულებრივად. და ჯობად შეინახა. მაგრამ ეხლა მე რო აქ მეწეროს 257 თქვენ იცით რა მოხდება?
ისიც ვერ უნდა გადაკონვერტირდეს, არა? ნახე, ჩვენ წეღავ თქვით რომ explicit cast-ი ანუ ანუ ის მზად არის რომ ის მზად არის რომ გადაკონვერტირდეს იმის სანაცვლოდ რომ მონაცემი მაშინ დაიკარგოს. 55 255 რა? 215 ხო? აბა გავუშვოთ ნახოთ. კი. 1. ვა. აბა 267 ავიღოთ. 11. ნახე რა ხდება აქ. როცა ერთი ტიპიდან მეორე ტიპში მინდა გადაყვანა. ამ შემთხვევაში ავიღე 267, ხო? 267 ვერ ეტევა, ხო? ბაიტში. აქ დაგონე რა შვება, იცი? ერთ სრულ ბრუნს, ერთ სრულ ბაიტის იმას აკეთებს. ანუ 256-ს აჭრის. და რაც შეება ინფორმაცია მაგას ინახავს. მიხდები? ანუ ამ შემთხვევაში 256 წავიდა და რაც დარჩა ის 11 რაც არის ის შეინახა. აქ დაგონარე დიდი ტიპიდან პატარა ტიპში გადაყვანა ყოველთვის იწევს ესეთ რაღაცას. ზუსტ ინფორმაციას ვერ ავიღებთ. ეხლა რო ავიღო 500 მაგალითად. 500, ხო? 500-ზე იქნება წესდარიგით 254. იქნება რომ ერთი სრული ბრუნი წავიდა 256 და დარჩა 254. მაგრამ ეხლა მე რო ავიღო აქ 500 12 ხო 512 რო ავიღოთ. ხო 512 რო ავიღო. ამ შემთხვევაში მივიღებ 0-ს. ანუ 2-ჯერ 256-ია 512 და ნამერჩი ჩაჯდა 0-იანი. იგივენაირად აქ 256 რო მეწეროს, 256 რო გადავიყვანო, ვიღებ 0-ს. იმიტომ რომ მიდის, ასე ვთქვათ, მე ხო 0-დან 255-ის ჩათვლით შემეძლო, რომ ბაიტში შემენახა. აქ ნაგამნარე ის მიდის და იწყება 0-დან. მაგრამ ყველა ვარიანტში 512-ის მაღლა რაც იქნება 0 დაიწერება? არა, ნახე. 513-ზე 1 იქნება. ანუ, ნახე 513-ზე 2 სრული ბრუნი 512-ზე გამოდის 2 სრული ბრუნი. იმიტომ რომ 2-ჯერ 256-ია. ხვდები? ანუ, სიტყვაზე 520 რო ავიღო, მაგალითად 520-ზე იქნება 8. იმიტომ რომ ესე იგი 1 ბაიტის სრული ბრუნი 256 კიდე 1 256 ხო არის 512 და 8-იანი დარჩა. მიხდი? აქ ნაგონარე ეს ჩვენ explicit cast ესეთი ხელსაწყოა რომ თუ მინდა დიდი ტიპიდან პატარა ტიპში გადავიყვანო ინფორმაცია პატარა ტიპიდან ანუ თუ ვერ ეტევა მაშინ მისი შესაძლო range რაც არის იმას აკლებს და რაც რჩება იმას ინახავს. აქ ნაგონარე ჩვენ შეიძლება სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მივიღოთ. ანუ 520 int ტიპის მონაცემია, ხო? მე ხო მინდა რომ ჩვენ მონაცემი ასე ვთქვათ ბაიტში მოვათავსო, მაგრამ 520 ხო ვერ მოვათავსებ ბაიტში ფიზიკურად. იმიტომ რომ ის იმას მარტო 0-დან 255-ის ჩათვლით შეუძლია ინფორმაციის შენახვა. აქ გამომდინარე ის ეძებს გამოსავალს, როგორ შეინახოს. და ესე არ არის პირდაპირ რომ კაი რახან 255-ის ჩათვლით არის მოდი მოვაჭრი ხა ამ 520-ს ყველაფერს 255-მდე დავტოვებ და მე შევინახავ. ესეთი რამე არ არის. ანუ აი როგორც არის მექანიზმი ისე აკეთებს. და აქ გამომდინარე შეიძლება სრული სისულელე რისხვეც კი მივიღო. ანუ წარმოგიდგინე 520 მქონდა ბაიტში შევინახო და მივიღე 8. ხო? მაგრამ ესეთ რამეები არსებობს. აბა აქ თუ არა მეკითხო. ჯერჯერობით არა მგონი. კაი. მაგრამ თუ ინფორმაცია არ იკარგება, მშვენიერი ვარიანტია.
იდეაში რა ვიღო 220, 230 რა ვიღო. რა პრობლემაა? 230 რომ მაქვს, ბაიტში რომ მოვათევსებ, საერთოდ არ იკარგება, იმიტომ რომ ზუსტად თავსდება. 0-დან 215 შუალედში ხო არის? და თავსდება. ეხლა მე რო გადავიყვანე, მივიღებ 230. ანუ თუ კაჩავს, გაკაჩავს. ანუ წერან როგორ ვარიანტია ხო, implicit cast-ზე, რომ იქ compile time-ში უკვე ხდებოდა, რომ ის int-ი არის, ის ბაიტია, int-ი და ბაიტში ვერ გადავიყვან. აქ სხვანაირად არის. აქ არის რომ ის მზად არის int-დან ბაიტში გადაიყვანოს, ოღონდ თუ ვერ თავსდება, მე იწყებს იმ მუშაობას, რაც წერან თქვი, იმ მექანიზმს, რაც წერან ვახსენე. მაგრამ თუ თავსდება, რა პრობლემაა, ჩვეულებრივ გადაიყვანს. და 230 ჩვეულებრივ შეინახავს. კაი, ანუ ეს explicit cast-ი ძალიან ეს არის, რა ქვია, საინტერესო და, რა ვიცი, რიცხვებთან მიმართებაში შეგვიძლია გადავიყვანოთ. მაგრამ აი მოდი ესეთი კითხვა დავსვათ. აი მოდი თან მაგალითს მივუბრუნდეთ. აქ მქონდა ტექსტი. ტექსტიდან რიცხვში რო გადავიყვანო, მაგდროს რა უნდა გამოვიყენო? ან რიცხვიდან ტექსტში. ანუ მე აქ რაღაცნაირად ვხედავ, რომ თითქოს რიცხვებთან მიმართებაში გამოდის ეს ისინი implicit cast და explicit cast-ი. მაგრამ ნახეთ, სხვა რაღაცებიც არსებობს, სხვა ანუ explicit cast-ის სხვა მეთოდებიც არსებობს. აი მაგალითად, ყველა ტიპს გააჩნია ესეთი მეთოდი parse და try parse. ჭრილი გავხსნა, ჭრილი დავხურო, ჭრილი გავხსნა, ჭრილი დავხურო, აქაც try parse დიდი ასოთი მეწევს. parse try parse. ანუ, როცა მინდა გადავიყვანო ერთი ტიპიდან მეორე ტიპში, ეს parse და try parse ძალიან საინტერესო რაღაცები არის. ეხლა მოდი გავაკეთოთ ესეთი რამე. მაგალითად, მაქვს რა ვიცი, უბრალოდ დავუბრუნდეთ რა, იგივე მაგალითი გავაკეთოთ, თქო, parse და try parse გავაკეთოთ. int ტიპის სვლადი ავიღოთ. და რავი, name1, რომელიც უდრის 500. და მინდა გადავიყვანო ბაიტში. ეს ვწერ ესე იგი byte name2 უდრის და აქ ესეთ რაღაცას ვწერ byte dot parse ასეთი მეთოდი გვაქვს parse ჭრილს გავხსნი ჭრილს გავხურავ ესე იგი byte dot parse და ამ ჭრილებში მოვათავსებ იმ სვლადს მიცოდე name1 ავიღოთ, ნახოთ. Cannot convert from int to system read only for byte. ნახე, parse ცოტა ვერ გამოგვიდგება ამ შემთხვევაში. აბა ხა 200 ვნახოთ. 200-ს ვერ გამოდგება, ხო? იმიტომ რომ ეს compile time error-ია და ის გაშვებამდე უკვე ხდება. ანუ რაღაცნაირად explicit cast-ში თვითონ აი ეს ფრჩხილები რომ მაქვს, ის გარანტიას იძლევა. ოღონდ მზად არის დაიკარგოს მონაცემი. parse ცდილობს გადაყვანას, ზუსტად უნდა რომ გადაიყვანოს და თუ ზუსტად ვერ გადაიყვანა, ანუ თუ ვერ გადადის ერთთან მეორეში, აგდებს errors. ამ შემთხვევაში ვერც გადამყავს. name1-ზე, ხო? მაგრამ კიდე არის, კიდე სხვა მაგალითი გავაკეთოთ. დავუშვათ, ეხლა ჩვენ მაგალითს მივუბრუნდეთ და გადავიყვანოთ ტექსტი გადავიყვანოთ რიცხვში. ბოლო ეს 22 რომ აქ ეს ტექსტი გადავიყვანოთ რიცხვში. როგორ ვიქცევით? თუ მაქვს ესეთი რაღაცა ტექსტი, string text უდრის 22-ს. მე თუ მინდა რომ გადავიყვანო ეს ტექსტი რიცხვში. მე შემიძლია გამოვიყენო parse. ესეთ რამეს ვწერ. int დავუშვათ name უდრის int dot parse და ფრჩხილებში მოვათავსებ ტექსტს.
ანუ ეს პარსი რაღაცნაირად უფრო მეტად ერთი ტიპიდან მეორე ტიპში, ანუ რაღაცნაირად უფრო მეტად გამოიყენება თუ მინდა ტექსტიდან რიცხვში გადავიყვანო, რიცხვიდან ტექსტში, სიმბოლოდან ტექსტში და მოკლედ ასე შემდეგ. იდეაში სიმბოლოდან ტექსტი ისეთ მარტივად გადაიყვანება. ხო, იდეაში პარსიც არ დაჭირდება, მე მაგას გავივით. ანუ int.parse text. ეხლა ეს რას აკეთებს? ეს ცდილობს ტექსტთან მივიდეს, ეს 22 რაც არის, ეს გადაიყვანოს int ტიპში. თუ პროგრამამ დაინახა, რომ აი ამ ბრწყალებში ნახდად არის რიცხვი, მაშინ გადაიყვანება და ამ ნამცვლადში მოთავსდება 22. აბა მოდი გავტესტოთ. და შევინახოთ ეს ნამი. 22. გადაიყვანა. აბა ვიღოთ 59. გადაიყვანა. string-ში სხვა რამე ჩავწეროთ, საერთოდ ei რომ მოვწეროთ ამ i-ან რაღაცა ნებისმიერი ტექსტური რაღაცა. მაშინ არ გამოვა, ხო? ძალიან კაი კითხვა. ხო, მაგ შემთხვევაში ვერ გამოდის, ნახე? მე რო აქ სულ პატარა რაღაცა რომ მივუმატო 59a გაისვრის ჩვენი პროგრამა errors unhandled exception system.format exception the input string 59a wasn't in the correct format. ანუ თვითონ ეს 59a რაც არის ვერ გადაიყვანა, იმიტომ რომ ეს string ტიპის არის, ვერ გადაიყვანა int ტიპში და parsმა ამოაგდო error. ანუ ეს ამ parsთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ასე ვთქვათ, გადაიყვანება, თორე თუ ვერ გადაიყვანა, რავი, პროგრამა გაჩერდება, აქ errors მიგდებს უკვე, ნახე? აი, მოდი ძალიან მარტივად რა ვიყო რა. რატო მომიყევ გაჩერებას. მე რო აქ დავწერო ძალიან ბევრი რაღაცა. Hello world-ი. მე რო აქ დავპრინტო 2+2. ესეთ რამები რა. აქ ხომ აქ ხა 47 და 52 ხაზზე. რომ გავუშვა. ამოაგდო error-ი და იმ კომენტებს აღარ კითხულობს უკვე. 47 და 52 ხაზებს აღარ კითხულობს. ანუ ჩემი აპლიკაცია შეწყდა. გამოირთო. იქიდან გამომდინარე, რომ ამოვარდა error-ი. ამიტომაც ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ ორ ხაზს წარმოვიდგენთ როგორც აპლიკაციაში რაღაცა მნიშვნელოვან ფუნქციონალს, ერთი პატარა error-ის გამო ხო არ უნდა შეწყდეს მთელი აპლიკაციის მუშაობა. ხომ? ანუ რაღაცნაირად მე უნდა ანუ ეს პარსი კი გადაიყვანება, მაგრამ აი error-ი რო არ ამოაგდო ჩემ პროგრამამ, ანუ რო არ გაბრაზდა ჩემი პროგრამა რა, რაღაცნაირად ისე ვიმუშაო, რომ ვუთხრა, რომ აი თუ error-ია, მაშინ რაღაცა სხვა რამე გავაკეთოთ. ანუ რაღაცა მჭირდება რა, იმიტომ რომ ეხა აქ error-ი ამოვარდა და პროგრამა ესე თუ გაწყდა. ანუ არ შემოვიდა ამ 47-52 ხაზზე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს პარსიც ცოტა ისეთი მეთოდია რა. კი, თუ გადაიყვანება, მაგრამ თუ არა და ამოაგდებს errors. ამისთვის არსებობს try parse. ანუ parse ისეთი ტიპია, რომ აი უეჭველი გადავიყვან და try parse ერო მოდი ვცდილობ რომ გადავიყვანო. თვითონ სიტყვაც გვანიშნებს. ხა როგორ თემაა? იგივე სიტუაცია წარმოვიდგინოთ. string ტიპის ტექსტი გვაქვს, რომელიც უდრის 59-ს. ჯერჯერობით რიცხვი ავიღოთ მარტო. და ესეთ რამე ავიღოთ. try parse. ეს კი parse-ზე რაც მინდოდა მეთქვა დამავიწყდა, რომ parse მეთოდი, თვითონ ეს მეთოდი ყოველთვის აბრუნებს int ტიპის მონაცემს. ანუ ტექსტი ხო არის ეს რაღაცა ტექსტი. გადაიყვანა და დააბრუნა int ტიპის მონაცემი. ანუ რაღაც რიცხვი. და მე შეინახა ამ ნამცვლადში. ანუ აბრუნებს int ტიპს. თვითონ დაბრუნება როგორ შეგიძლიათ ნახოთ, იცით? აი parse-თან რომ მიიტანთ მაუსს. აი ნახეთ, აი აქ მარცხნივ წერია. პირველი ის ნიშნავს, რომ int ტიპს აბრუნებს. მე დაბრუნებაზე მე თავი გადავალ. ანუ აბრუნებს ნიშნავს იმას, რომ გადაიყვანს ერთი ტიპიდან მეორე ტიპში. მეცა? ეხლა მოდი გავაგრძელოთ. გავარჩიოთ try parse. try parse ნიშნავს ვცდილობ გადავიყვანო. ოღონდ ცდა
თვითონ რეალურ პრაქტიკაშიც რო ავიღო. აი, დავუშვათ, ვცდილობ რომ რა ვიცი. ვცდილობ რომ რაღაცა ბევრი საქმე გავაკეთო. ამის რეზულტატი რა იქნება? ამის რეზულტატი იქნება ორი რაღაც. ანუ ან ერთი ან მეორე. ესე იგი, შესრულდა ან არ შესრულდა. ანუ გავაკეთე, ან ვერ გავაკეთე. ანუ იმაზე არ არის საუბარი რა გავაკეთე. try ცდილობა აბრუნებს ან ჭეშმარიტებას, ან მცდარობას, ან გამომივიდა თუ ვერ გამომივიდა. აქედან გამომდინარე, try parse აბრუნებს bull tips. ანუ truth and false. ანუ მე შემიძლია ისეთ რამე დავწერო. int dot try parse და ფრთხილებში ვანთავსებ ამ ტექსტს. ამ ტექსტს. და ეს ჩემი try parse ახლა აქ bull წერია, ხო? ესე იგი ცდილობს რომ გადაიყვანოს. ცდილობს, ანუ გადაიყვანოს, ცდილობს გადაიყვანოს ეს 59 ტექსტი რაც არის რიცხვად, int-ად. თუ ცდილობს რომ გადაიყვანოს და თუ მე დავინახე რა ეს try parse აბრუნებს ჭეშმარიტებას ან მცდარობას. ანუ გადავიყვანე ან ვერ გადავიყვანე. True ან false. მაშინ, ესე იგი უნდა შევინახო ალბათ bull ტიპის სვლაჩი, ხო? Bull სიტყვაზე result ვარ ვქვათ, უდრის int try parse. კაი, ეს გავიქე. ან შემიძლია არც შევინახო, უბრალოდ მე ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ შევინახოთ სვლაჩი, რომ უფრო გამოკვეთოთ, უფრო კარგად გქონდეს. მაგრამ რავი, ან შესულდა, ან არ შესულდა, მაგრამ ჩემი ამოცანის მიზანი იყო სულ სხვა რამე გამარობდა. ჩემი მიზანი იყო ის, რომ აი ეს 59 ტექსტი რო არის, გადამიყვანა რიცხვად, ანუ მე მიიღო ეს 59. და ეხა ეს ცდილობს, ან არ ცდილობს, რავი, რა თქმა ეს ცდილობა არ ცდილობა. მე მინდა რეზულტატი, ხო? მე მინდა რიცხვი. აქედან გამომდინარე, ან try parse აქ რაღაცა გენიალური მეთოდი, ანუ გენიალური ხელსაწყო აქვს. try parse ტექსტთან როცა მივდივარ, აი აქ. მძიმის მერე მე შევიდე ესეთ რამე დავწერო out, ესეთი სიტყვა არის out და მერე ცვალს ვწერ int name. ეს ესეთი რაღაცა არის out int name. ესე იგი try parse-ში მე რომ მიწერია აქ out int name, try parse-ში ჯერ რა მიწერია, ხო, ესე იგი ამ ჭრილებში მაქვს ტექსტი, მე მძიმეს ვწერ და მე მიწერია out int name. ესე იგი ეს ჩემი try parse ცდილობს რომ გადაიყვანოს ეს ჩემი ტექსტი int ტიპად და თუ გადაიყვანა, მაშინ აი ამ int ცვლადში მოათავსებს. და თუ არადა, მაშინ ვერ მოათავსებს. მოდი აბა დავაკონსოლოთ name. და მოდი თან დავაკონსოლოთ რეზულტატიც დავაკონსოლოთ, რატომაც არა. ანუ დავაკონსოლოთ თვითონ შედეგიც და დავაკონსოლოთ თვითონ რიცხვიც. რეზულტატი არის true, ანუ ჭეშმარიტება და name რო დავაკონსოლოთ, ამიზერა 59. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ რეზულტატმა დააბრუნა true, ანუ try parse-მა დააბრუნა true, ესე იგი ნამდვილად გადავიყვანეო. შევეცადე და გამომივიდაო რა. გამომივიდაო. და თვითონ წენა რა ვთქვი, რომ თუ კი გამოუვიდოდა, მაშინ აი ამ name-ში მოათავსებდა ასე ვთქვათ, ჩემ ინფორმაციას, ხო, ანუ 59-ს მოათავსებდა. და გამოვიდა. მაგრამ თუ კი აი აქ რაღაცა ასოურებია, ეს ჩემი try parse ვერ გაპარსავს, ანუ 59-100 როგორ გადაიყვანს რიცხვში. კი, პირველი ორი გავიგე, მაგრამ ამ 100 რა უყოს, ხო? ამიტომაც try parse-მა დააბრუნა false, ანუ ცდარობა და name-ში ვერაფერი ვერ შეინახა. ანუ ეხლა მე რო გავუშვა, false დაბრუნდა რეზულტატად და name არის 0. ანუ int ტიპს მე თუ არაფერს არ ჩავწერ დეფაულტად იგულისხმება 0. და ჩაიწერა 0. აქედან გამომდინარე, ეს try parse არ მიგდებს errors და ასე ვთქვათ, ესეთი სიტუაცია აქვს, რომ თუ გადაიყვანა, ხო, კარგი, თუ არა და ასე ვთქვათ,
ამ ნამში ნამს ექნება თავისი default მნიშვნელობა. ეს სიტუაცია შეგვიძლია სხვადასხვა წარმოვიდგინოთ. ანუ მაინც და მაინც აქ არ არის აუცილებელი რომ ეს სვლადი შევქმნა. მე შემიძლია აქ შევქმნა სვლადი int nami, ესე დავწერო და აქ დავწერო out nami. ესეთი სინტაქსიც არსებობს. მოდი ამას ეს ერთი ვარიანტი ავიღოთ. და ეს ავიღოთ მეორე ვარიანტი. აქ მქონდეს int nami ესე ეს. ანუ int nami და წერტილზე როცა ვწერ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით, რავი, ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს. აი, რა ვიცი, მე შემიძლია რაღაცა ცვალი შევქმნა ხოლმე, int a, ესე მქონდეს. ამაში არაფერი არ არის. რო დავაყვანსო a, ანუ ამ a-ში არაფერი არ ინახება. ანუ რას გულისხმობ ნახეთ? მე ხო ვთქვი, რომ ეს ცვლადი, ეს a, ამაში ინახება ის მეხსიერების მისამართი, ის მისამართი, რაზეც არის ის რაღაცა მონაცემი, ხო? ინფორმაცია. და ამას შეჯობით არაფერი მონაცემი არ აქვს, ხო? არაფერი მეხსიერება არ აქვს შენახული. აქ დაგამდინარე, name-ზე როგორი რამეა იცი? name არის name, როცა იქნება ცვლადი, არაფერი არ აქვს შენახული ჯერჯერობით და ეს out-ი ესეთ რამეს აკეთებს, რომ და try parse-იც ეხმარება, რომ თუ კი ვერ გადაკონვერტირდა, მაშინ ეს name არის 0. მისი default მნიშვნელობა არის 0. და აი ესე შემიძლია try parse-ით რაღაცნაირად თავიდან ავირიდო ის error-ი, ოღონ ნუ მივიღებ 0-ს. name იქნება 0. აბა ეს თუ არის გასაგები. ცოტა ბევრი ვილაპარაკე და თქვენ გისმენთ რამე კითხვა თუ გაქვთ. გასაგები იყო ყველაფერი? ოკეი. string-იდან int-ში ციფრებით გადადის. ციფრებით გადადის რას ნიშნავს? ანუ string-იდან int-ში ანუ string-ში აუცილებლად უნდა იყოს ყველა რიცხვი, რომ გადაიტანოს. აბა, ნახოთ. ანუ სიმბოლს ხო დატვირთვა აქვს. ხო, მაგრამ ნახე. ხო, კი, გეთახმები, მაგრამ ნახე აქ როგორ რაღაცა არის. თვითონ აი ამას უყურებს, როგორ ამას უნდა წარმოიდგინოს პროგრამა როგორც რიცხვი და ვერ უყურებს ამას რიცხვად. ანუ ეს არ არის რიცხვი. იმიტომ რომ 59-ა არაფერი არ არის. ანუ ეს კი რომ ეს ცალკე აღებული სიმბოლო კი წარმოადგენს მისი რიცხვითი მნიშვნელობა, მას აქვს თავისი რიცხვითი მნიშვნელობა. მაგრამ თვითონ შეერთებული როგორც string-ი არის როგორც ტექსტი. და ამ ტექსტის გადაყვანა უნდა რიცხვად. და ესე შეგვიძლია გადავიყვანოთ. ეხლა კიდე როგორ შეგვიძლია იცით? რა დააშავა double-მა? დავუშვათ მქონდეს ესეთი მონაცემი. string ტიპის ტექსტი მქონდეს, რომელიც უდრის 5.9-ს. რას გადავაკეთე ამ 5 და 9-ს, მაგრამ იყოს ეს. და მინდა რომ გადავიყვანოთ double-ში. double-ში ხო ჩვეულებრივ გადაიყვანება, რატომაც არა, 5.9. ესეთ რამეს ვწერ. ნუ მოდი error-ი რომ თავიდან ავერიდოთ, მე ყოველთვის გირჩევთ რომ გამოვიყენოთ ხოლმე try parse. ანუ bool results მე თუ არ თქვენ რას გქენთ ის არ თქვით, უდრის ეხლა ვწერ double წერტილი try parse. ყველა ტიპს გააჩნია ეს მეთოდი. Double to try parse, where text out double nami. და დავპრინტოთ ეს nami. გავუშვათ 5.9 მივიღე. შვენიერია. აქ რო ეს მქონდეს
5 მივიღე. ანუ მაინც გადაიყვანს. ეს მერე რა რომ ანუ ეს 5-იანი დაბლადაც აღიქმება. იმიტომ რომ 5.0 ხო აღინიშნება ეს. ჩვეულებრივად არის. მაგრამ 5. აი 5 დაწერტი რო იყოს მაინც 5-ია. და 5 არო იყოს ანუ რაც უკვე 0-ია. ანუ მის დეფოლტ მნიშვნელობა მაინც 0-ია. ნუ 0.0. ესე რა ვთქვი. ანუ ერთი ტიპი და მეორე ტიპში მე შემიძლია ესე გადავიყვანო ხოლმე parsit ან try parsit. მე ყოველთვის გიჩვევ try parse. რომ ერორი თავიდან ავირიდოთ. მოწოდე რაღაცას ვთქვი. აჰა, ოკეი. კაი. ოკეი. კაი. ჯერჯერობით მე მგონი გასაგები უნდა იყოს. და მე თქვენი ის იქნება რა ქვია. თქვენი დავალება იქნება რომ ესე ხშირად გატესტოთ ხოლმე ერთი ტიპი და მეორე ტიპში გადაიყვანოთ. და დავალებაც გიქნებათ რა თქმა უნდა. და ერთი რაღაც დამჭა კიდე ასახსნელი სხვა ისიც არსებობს სხვა მეთოდიც არსებობს გადაყვანის. არის ესეთი ასე ვთქვათ ხელსაწყო, რომელსაც ქვია convert. პირდაპირ ეს convert. ეს convert-ი საშუალებას მაძლევს ერთი ტიპიდან მეორე ტიპში გადავიყვანო. ნებისმიერი ტიპი ნებისმიერ ტიპში შემიძლია გადავიყვანო. ოღონდ თუ ვერ გადაიყვანა, დაბრუნდება ერორი. მაინც არ არის თვალსაფრთხო. მაგალითად, თუ მაქვს string ტიპის სვადი, ერთი თუ მაქვს, მე თუ მინდა int ტიპში გადავიყვანო, წერ int nami უდრის convert წერტილი თუ აი თუ წერ და ნახეთ რამდენი მეთოდია. ესე იგი თუ int 32 თუ base 64 char array თუ base 64 string თუ boolean თუ boolean ნიშნავს რომ bool ტიპში თუ მინდა რომ გადავიყვანო bool ტიპში რა თქმა უნდა ვერ გადაიყვანს ეს ერთიანს ხო ვერ გადაიყვანს true or false-ში. თუ byte თუ char თუ datetime თუ decimal თუ double ნახეთ ძალიან ბევრი ის არის რა. თუ int 32 არის ასე ვთქვათ int ტიპს რო გამოხატავს. თუ int 16 და თუ int 64-იც არის, თუ int 64 არის long-ი რო წარმოვიდგინოთ. თუ int 16 არის float-ი რო წარმოვიდგინოთ. თუ int 32 ესე დავწერდით. და ესე გადაიყვანებოდა. გავუშვათ. ერთიანი მივიღე. ჩვეულებრივად. მაგრამ აქ თუ ეს თუ მაქვს ამოვარდება ერორი. ანუ ეს convert-ი ასე ვთქვათ მაინც ერორზე გადის. ასე ვთქვათ, ამიტომაც მე try parse გიჩვევით ხოლმე. ანუ რას გულისხმობ, ნახეთ, ეხლა თქვენ კითხვა დაგებადებათ, თუ ერორზე გადის, მაშინ რავი რატო მაშინ try parse იქნებოდა ერთი და საკმარისი იქნებოდა, რაღაცა გვჭირდება ეს სხვა მეთოდები, ხო? მაგრამ ამათაც თავისი დატვირთვა აქვს და ამავდროულად ერორი რომ ანუ ერორს თავისი ანუ ერორზე რომ გადის პროგრამა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ცუდია. ჩვენ მე გავუვლით try catch-ის ასე ვთქვათ რაღაცებს, ხელსაწყოებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიჭიროთ ეგ ერორი. და მე როგორც გვინდა ესე გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ ერორის დაჭერაც კი შეგვიძლია. თუ გაგვექცა, დააზიანოთ ჩვენ პროგრამას. ამიტომაც შეგვიძლია რომ დავიჭიროთ ეს ერორი და მე ვიმუშაოთ. და catch-ის საშუალებით ვიზავთ. ნუ მაგას ეგ ცოტა უფრო ღრმა და უფრო მოგვიანებით განსახილველი თემაა. აი ესე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ტიპი და ნებისმიერ ტიპში გადაიყვანოთ. ერთიდან მეორეში, მეორედან მესამეში, ესე შეგვიძლია გატესტოთ. აბა თუ არის რამე კითხვა მასთან დაკავშირებით. ყველაფერი გასაგებია? ძალიან კარგი. კაი და მაშინ ბოლო-ბოლო ის ამოცანა გავაკეთოთ. ეს.
22 რომ არის, ესე იგი რა უნდა გავაკეთოთო აქ? აი აქ ჩვეულებრივად string info ხომ აქვს console line-ით. ამის მერე მე შემიძლია პირდაპირ try-parse გამოვიყენო, ანუ bool result უდრის int.try-parse info დავწერო ფრჩხილებში მარცხენა მხარეს, მარჯვნივ out int რავი, ნებისმიერ ის რაღაცა. დავუშვათ ნამი. და მერე აქ შემიძლია ესეთი რამე გავაკეთო, რომ თუ ნამი თუ ნამი მეტი ანტოლია 18-ზე, მაშინ დავწეროთ adult, თუ არა და დავწეროთ minor. ესენი დაკომენტარებულები უნდა მქონდეს. გავუშვათ. თხოთ შეიყვანოთ ასაკი 22 adult-ი. გავუშვათ ახლა კიდევ ერთხელ, დავწეროთ 17 minor-ი. ანუ ჩვეულებრივად ესე შეგვიძლია რომ გადავიყვანოთ ერთი ტიპიდან მეორე ტიპში. ეხლა მოდი ესეთ კითხვას დაგისვათ. მე ხო წერად გითხარით რომ ეს try-parse ესეთი ხელსაწყოა თქო რომ თუ გადაიყვანა კარგია, თუ ვერ გადაიყვანა ნამში სვავს int-ის default მნიშვნელობას ან null-ს და ნუ ესე ნამში იქნება ნულიანი. და ნამში რომ ნულიანია იქნება მე ჩავწერე ის ნულიანი. ანუ იქნება აქ მე ჩავწერე. აი აქ ნულიანი. ანუ აქ მე რო ხა ადავწერო. ჩემი პროგრამა ხო ცდილობს გადაიყვანოს ეს int-ში. ვერ გადაიყვანა ხო? try-parse-მა დააბრუნა ცდარობა. და რომ დააბრუნა ნამში ხო default-ად ნული ჩაიწერა. და მე ამიფში კიდევ შემოვა. ეხლა მე რო enter გავუშვა, minus დამიწერს. არა და საერთოდ შეცდომაა ხო? დრო ჩავწერე, რა ვიცი. არის ტექსტი, ჩვეულებრივად minor-ი. არის ჩვეულებრივად ტექსტი და ფიზიკურად ვერ გადაკონვერტირდებოდა int-ში. და ეხლა minor-ი დამიწერა. და როგორ მოვაგორო ეს პრობლემა? ანუ როგორ მივხვდე მე? მართლა ნულიანი ჩავწერე იქ თუ უბრალოდ ტექსტი ჩავწერე. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე. ანუ ჩვენ ხა რო შევადაროთ ნულიანი რო ჩავწერო, იგივე შედეგს ვიღებ და რაღაცა, აი ძალიან დებილობა რაღაცა რო ჩავწერო, მაინც minor-ს ვიღებ. როგორ ის უნდა რა ქვია? როგორ აუშვეს? ჩემი აზრით if პირობა უნდა დავამატოთ. რომელშიც იგულისხმება, რომ ნებისმიერი სიმბოლო ან ნული არ შეიძლება რაღაც მსგავს. ხო, მაგრამ ნახე, აი ეს try-parse ცდილობს გადაყვანას და ვერ გადაიყვანა. და ნამში ჩაწერა ნულიანი. ანუ მან თავის საქმე გააკეთა. ანუ ესე რომ რაღაცაად ვუთხრა სიმბოლო ან სიმბოლო არ გადაიყვანა, ან ესე try-parse ან გადაიყვანს, ან ვერ გადაიყვანს, ან true-ს ან false-ს აბუნებს და ნამში წერს ნულიანს. ყოველს. აი რაღაცა, აი მინდა რომ რეზულტატთან დააკავშიროთ. ანუ თუ result-ი იქნება false-ი, მაშინ არ შესრულდეს ეს პირობა. Sorry, ოჩა. ანუ ნახე, მე როცა ნულიანს წერ იქ, ჩემი რეზულტატი არის true. მეცადე? აგერ, ავიღოთ რეზულტი. მე როცა აქ ნულიანს წერ და enter-ს დავაწვევი, რეზულტატი მექნება ყოველთვის true. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნულიანი ნამდვილად რიცხვია, try-parse-მა შეასრულა ეს მოქმედება, გადაიყვანა, დაბრუნდა ჭეშმარიტება და ნუ minor-ი ნამდვილად მივიღე, იმიტომ რომ 0 მეტი ან 18-ზე არ არის. და ჩვეულებრივად შესრულდა. ან პროგრამა მიხვდა, რომ ეს ნამდვილად რიცხვია.
მაგრამ როგორც კი მე აქ რაღაცა ასვებს წერ, enter-ს დავაწვევი, რეზულტატი არის false. აქ ნაგავამდე მე რომ მივხვდე ის ნოლიანი ნამში რომ აქვს. ნამდვილად იქიდან არის წამოსული თუ ვერ გადაყვანის შედეგად არის წამოსული. მე ესეთი კითხვა უნდა დავსვა, რომ თუ კი რეზულტატი იქნება false, მაშინ უნდა დავწერო, რომ არასწორია ინფორმაცია. და თუ არა და მე გავაგზავნოთ უკვე. მე ეს შემიძლია ჩავწერო აქ. ეს else თუ არა და მაშინ მე აქ გავაგზავნოს კითხვა. ესე იგი, თუ რეზულტატი არის false, მაშინ არასწორი ინფორმაცია, თუ არა და შემოვა აი აქ და აქ დავხდება ეს კოდი. თუ ნამიმეტი ანტოლია 18-ზე მაშინ else თუ არა და minor. გავუშვათ. ჩავწეროთ a არასწორი ინფორმაცია. და თუ ჩავწერ 0-ს, მაშინ minor. და თუ ჩავწერ 18-ს, მაშინ adult. გასაგებია? ძალიან კარგი. ნახო რა თუ არ დაწერილი? არაფერი დაწერილი არ არის. ანუ კითხვები ნუ მოგერიდებათ ხალხო, აი ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გამოვუშვათ. აი სულ რომ რაღაცა პატარა იყოს, ძალიან უწყინარი, მაინც გამოვუშვით. იქნება გამომდინარე რომ ამ პირადში, ან მე სამეტროში გავიაროთ ერთად. ან მინდა რომ გავგებარი არაფერი არ იყოს. კაი, იდეაში სულ ეს იყო ჩემი თეორიული ლექცია. დღეს მინდოდა რომ ამაზე მესაუბრა. ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ანუ ჩვენ უკვე წარმოდგენა გვაქვს, რომ შეგვიძლია ერთი ტიპიდან მეორეში გადავიყვანოთ. და როცა გამიხარდება, მაგ დროს ვიზავ. გინდა int-დან double-ში, double-დან int-ში, char-დან string-ში, string-დან char-ში, შემიძლია საერთოდ რაღაცა რომ აქვს string text-ი, რომელიც უდრის true-ს, ეს გადავიყვანო bool-ში. იმიტომ რომ ეს ხო true ნამდვილად არის. True. Bool is true. და გადაიყვანება. bool-დან string-მაში გადავიყვანო string-ში და მოკლედ ასე შემდეგ. ნებისმიერ რამე შემიძლია გავაკეთო. და თქვენი მიზანი აი ხუჩაბათამდე უბრალოდ თუ მოასწრეთ, მინდა რომ ივარჯიშოთ გადაყვანაზე. ანუ დავალებას თუ ჩაუჯდებით ეგ ძალიან კაი, მაგრამ აი რომ ივარჯიშოთ რა. რომ აიღოთ რამდენი ანუ ცოტა ხანი დაჭირდება. აი რამდენიმე ინფორმაცია, რამდენიმე ცვლადი აიღოთ მონაცემები, გადაიყვანოთ ერთიდან მეორეში, მეორედან მესამეში, მეორედან პირველში. და ასე შემდეგ. კაი. მაშინ რა ვიცი, თუ კი არაფერი კითხვა არ გაქვთ. მაშინ დაგემშვიდობებით მეგობრებო. წარმატებები და აბა შევხვდებით ხუჩაბათამდე. ნებისმიერ კითხვაზე აქ ვარ. ნახვამდის. ნახვამდის. ნადობა, ნახვამდის.